ხდება თითოეული ამ სამი მიმართულების პერიოდული ანგარიშის შეერთება ერთმანეთში, სინთეზი ერთიან ჯანრულ ანგარიშად კვლევისა, რომელსაც ასევე კურირებს და ეგვეხმარება უშუალოდ ექსპერტები რაღაც სფეროში და ხდება ჩამოყალიბება ეს პერიოდული ანგარიშად. და ეს პროცესი მეორდება ციკლურად. რომ ჩვენ მივიდეთ მაქსიმალურ ამოწურვამდე უზრუნველყოფისა კონკრეტულ კონფლიქტში. და აქაც შევხედავთ იმას, რომ ჩვენ რომ გამოვიტანოთ დასკვნები თუ რა ნასწავლი გაკვეთილები ამ კონფლიქტებში, ჩვენ ვხედავთ ექსპერტების ჩართულობას. მაგალითად, თუ ადამიანი არის სამხედრო სპეციალობის ექსპერტი, მან შეიძლება გადახედოს იმ ასეცად ჩვენ მოვიძეთ იმ მოვლენების აღწერას და თქვას, მომავალში თუ ესეთი რაღაცა არის, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ესეთი დოქტრინა. ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი მიდგომა. ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი დაუშვათ მიდგომა, როგორ ვანაწილებთ ჩვენ სამხედრო დანაყოფებს, როგორ ვამზადებთ, თუ როგორ ვამარაგებთ. ესა ეკონომიკის ექსპერტი, რომელიც შეიძლება თქვას, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ავირიდოთ კონფლიქტის დროს ეკონომიკური რაღაცა ზიანი, კრახი, რაც გამოიწვევს არეულობას ქვეყანაში, ჩვენ უნდა მივიღოთ წინასწარი ზომები. თუ ესა დიპლომატიის ექსპერტი შეიძლება თქვას, რომ ჩვენ რომ ავირიდოთ ეს ტიპის კონფლიქტი, ჩვენ თუ ხედავთ მოლაპარაკებების სხვანაირად წავიყვანოთ, ან რო ქონდეს უპირატესობა, ესე უნდა მივხვდეთ. აი ეს არის ამის მიზანი. და ზუსტად მე რას ვთქვი, ჩვენ უყურებთ პროგრესიას ესე. დროთა განმავლობაში ყოველ მონაცემთა შეგროვების ციკლზე ჩვენ უფრო ვუახლოვდებით, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ სურათის მიღწევამ, ხო? ჩვენ ვაკეთებთ შეგროვებას, დებთ ანალიზს, გამოვლინდეთ სადა უზუსტობა, ფოკუსირდებით ამ კონკრეტულ უზუსტობების გამოვლინებას და ნელ-ნელა მივისწრაფთ იქითკენ, რომ ამოვავსოთ ეს ინფორმაციული ვაკუუმები. მე ვახსენე მონაცემთა ბაზები. მონაცემთა ბაზები გამოყურება ესა. ასე ვთქვათ, ძალიან დიდი Excel-ის ცხრილები, რომელსაც დაყოფილი რამოდენიმე კატეგორიად. სადაც პირველი წყაროების ცხრილი, სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ ფოტო, ვიდეო, მასალა, ნებისმიერი ტიპის მასალა და დაახარისხოთ კონკრეტულ პარამეტრებს. მაგალითად, მასალის ენა, მასალის ტიპი, მასალის თემატიკა. ხო, ეს საჭირო არის იმისათვის, რომ მე თუ ჩვენ მოგვინდა შევიწროება ინფორმაციის ხო და კონკრეტულ ამას დანახვა, ამის საჭიროებას მოგწევს. იგივეა საკვანძო პიროვნებებზე, რომ მხარეზე იბრძოდნენ, რა როლი ჰქონდათ, ეს იყო პოლიტიკოსი, სამხედრო, რიგითი მოქალაქე და ჩვენ გვაქვს ასევე ქრონოლოგიის აღწერის ბაზა. სადაც ჩვენ გვაქვს თითოეულ წელიწადზე, თითოეულ თვეზე, თითოეულ დღეზე გაკეთებული ცხვრის, სადაც ვავსებთ, იყო თუ არა ამ დროს ბრძოლა, როგორ დაამთავრდა, რა სიტუაცია იყო და ხდება ამის შექმნა ბაზაზე უკვე მოძიებულ მასალებისა. საერთო სტანდარტებზე ვიტყვი, იმისათვის, რომ ჩვენ როგორც მოყვარულებმა, ასე ვთქვათ, თუ როგორც მოხალისეებმა კომპეტენტურ დონეზე გავაკეთოთ ეს პირველი ნაწილი, უბრალოდ მოძიება და საბაზისო ანალიზი, რომელსაც მე გადავცემთ უკვე უფრო გამოსულ ადამიანებს, ჩვენ გვჭირდება რაღაცა სტანდარტი, ხო? აუცილებელი რამე რომ ჩვენ გქონდეს საერთო ჩარჩო, რომელსაც როდესაც ვანაძებთ, ესე ვუყიდეთ. ამისათვის ჩამოვწერეთ ესეთი დოკუმენტი, ძირითადი კითხვების ფრეიმვორკი, რომელიც აგებული არის ნატოს სტანდარტზე, თუ როგორ ხდება შეფასება ბრძოლებისა და არის გამარტივებული ვერსია. ასევე უშუალოდ ინფორმაციის ანალიზში, რამდენად სანდოა წყარო თუ არა ვიყენებთ, ესეთ დოკუმენტს AGP 2 და 1, რომელიც არის უშუალოდ სადაზვერვო ტიპის ანალიზზე, ასე ვთქვათ, საზღვარს როგორ ხდება სადაზვერვო ტიპის ანალიზი. ეს არის საჯარო დოკუმენტი და ძალიან გამოსდეგი, იმიტომ რომ იმის გამო სადაზვერვო სტრუქტურებს უწევთ დიდი რაოდენობის ინფორმაციის ანალიზი, მათ შეიმუშავეს წლების განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხერხი, რომ დაასისტემატიზოს ინფორმაციას და ჩვენ ვთვლი, რომ იმისათვის, რომ ესეთი საფუძველი კვლევა გავაკეთოთ, ეს მეთოდოლოგია არის ყველაზე ვიზუალშეწონილი, იმიტომ პრაქტიკაში გამოიყენება და არ არის უბრალოდ აკადემიური. ეხლა გადავცემ უკვე კახას, კახა ილაპარაკებს უშუალოდ თითოეულ კონფლიქტზე და რა მიმართულებები არის თითოეულ ნაწილში. კი ბატონო, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. პირველ რიგში წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, მე გახლავართ კახაბერ ყალიშავა, TSEU-ს ისტორიის დოქტორი და დიდი მადლობა მინდა უთხრა მიკას და მის საინიციატივო ჯგუფს აი ამ წამოწყებისთვის და რატომ. ჩემი კვლევის სფერო 2012 წლიდან დაახლოებით წარმოადგენდა ზუსტად აი ამ კონფლიქტების კვლევას. ჩემი საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი და დისერტაციაც ეძღვნებოდა ამ საკითხებს. დისერტაციაში ვაკეთებდი შედარებით ანალიზს ქართულ კონფლიქტებს და კოსოვოს კონფლიქტს შორის. თავადაც დევნილი გახლავართ აფხაზეთიდან და მოკლედ ძალიან აქტიურად ვცდილობ ვიყო ჩართული ამ კონფლიქტების კვლევაში. დისერტაცია გამოიცა წიგნად 2021 წელს შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და შარშან უბრალოდ წელს იანვარში მოვახერხეთ, რომ ეს წიგნი გამოცემულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, საკმაოდ ისეთი ფართო ტირაჟით. გარდა ამისა კიდევ ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს მაგალითად
იდეების დამყარების ბერკეტების შექმნას ხელს და კიდე სხვა მრავალი ასეთი. გარდა კვლევისა, მე აქტიურად ვმუშაობ, ვცდილობ აქტიურად ვიმუშაო მაგისტრატურის და უფრო მეტად დოქტორანტურის სტუდენტებთან, იმიტომ რომ დოქტორანტურის კვლევა უფრო ესეთია ფართო და წონადი, ასე ვთქვათ. და მინდა გითხრათ, რომ არც ისე დიდი რაოდენობის სტუდენტები არიან დაინტერესებული ამ თემატიკით. ან თუ არიან დაინტერესებული უფრო რაღაც ისე ზედაპირულად. ჩემი როლი ამ პრეზენტაციაში არის რა? ძალიან მარტივად რო გითხრათ, მე მინდა რომ გარგაცნოთ რა მასალები გვაქვს ამ კონფლიქტებზე. სამეცნიერო მიმოქცევაში რა მასალებზე შეიძლება ცნობა გქონდეს მაგალითად საჯარო ბიბლიოთეკის საიტიდან, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე ფართო დომენია, ასე ვთქვათ, საქართველოში ამ კონფლიქტების შესწავლის საქმეში. და აი დავიწყოთ ეროვნული არქივითაც პრინციპში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფართო დომენია, მაგრამ ჩვენსათვის ერთი პრობლემაა. ჩვენსათვის პრობლემა აქვს ის, რომ წვდომა ჯერჯერობით ზოგიერთ დოკუმენტს გრიფიც ადევს, ანუ გრიფიც აიდუმლო ჯერ კიდევ შეიძლება გქონდეს ბევრ დოკუმენტს და ბევრი დოკუმენტი განადგურდა. სოხუმში მაგალითად, ხო? ომის პერიოდში, ეს რაც ფართოდ ვიცით, ჩვენ საზოგადოებაში ერთ-ერთი ეპიზოდი არის არქივი დაიწვა სოხუმში. აფხაზები ამას გვაბრალებენ ჩვენ რომ ქართველებმა დავწვით არქივი, ჩვენც რაღაც საპასუხო არგუმენტები გვაქვს ამაზე, მაგრამ რა პასუხიც არ უნდა გავცეთ ერთმანეთს, ფაქტი ის არის, რომ არქივი დაიწვა. რაც უდიდესი ტრაგედიაა, არა მხოლოდ მაგალითად კონკრეტული მიწის საკუთრების შესახებ პრეტენზიის განცხადებაზე, არამედ კვლევაზე, ელემენტარულ ობიექტურ კვლევაზეც, ხო? სამწუხაროდ, ის არქივი დაიწვა გასაგებია, მაგრამ ჩვენი ეროვნული არქივიც არ არის ბოლომდე აფიქსებული ამ კონფლიქტების კვლევის თვალსაზრისით. ამ კვლევის ფარგლებში ეროვნული არქივი არის ერთ-ერთი საყვანძო, ასე ვთქვათ, წყაროების ბაზა, რომელიც აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს აფიქსებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არქივი აქამდე არ გამოყენებულა, რა თქმა უნდა, კვლევებში. არის გარკვეული რაოდენობა სამეცნიერო ნაშრომების, რაც შექმნილა ამ თემაზე და საკმაოდ ფართოდაც იყენებენ საარქივო მასალებს, მაგალითად ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ყველაზე ისეთი ერთ-ერთი პირველი ყველაზე ფართო დოკუმენტების დიაპაზონის ნაშრომი, რაც მახსენდება, ეს არის ალბათ ჯემალ გამახარიას ნაშრომი, ჯემალ გამახარიას და ბარბიგოგიას ნაშრომია 1999 წელს გამოცემული, რომელიც თავიდან ბოლომდე დოკუმენტებზეა აწყობილი. საკმაოდ ფართო ცნობა ჰქონდათ მაშინ ეროვნულ არქივზე, მაგრამ უფრო ფართოდაც შეიძლება წასვლა. უცხოეთის არქივები. ეხლა ცოტა პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მკვლევარის პერსპექტივიდან უცხოეთის არქივებზე მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე ქართული ეროვნული არქივის მასალებზე მუშაობა და რატო? ორი ფაქტორის გამო. პირველი ის, რომ ქართულ არქივებში გასაგებია ერთი გრიფირებული დოკუმენტების ფაქტორია, მეორე ზოგიერთი დოკუმენტი საერთოდაც განადგურებულია და ფასიანია, ასე ვთქვათ, ცდომა, ხო? ბევრ დოკუმენტზე ჩვენთან. ბევრი უცხოური არქივის შემთხვევაში საქმე ასე არ არის. მაგალითად, კონგრესის ბიბლიოთეკის საიტი შეგიძლიათ გახსნათ და კონგრესის ბიბლიოთეკის საიტზე keyword-ებით, ჩვეულებრივ საკვანძო სიტყვებით ამოვაგდოთ მასალა, რომელიც დაუშვათ ეხება ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო თემას. უფასოდ. აბსოლუტურად უფასოდ. ხო? არის სხვა არქივებიც, ევროპული არქივებიც, სადაც იგივე პრინციპით შეიძლება მასალებზე ვწდომა. მე პირადად გამომიყენებია მაგალითად იუგოსლავიის არქივები. როდესაც ჭირდებოდა მასალები კოსოვოზე, ოღონდ რა თქმა უნდა იუგოსლავიის სერბული არქივი შეიძლება რაღაცა სერბული დომენიდან არ ყოფილიყო, მაგრამ იყო მაგალითად ამერიკული დატაბეისი სერბული დოკუმენტების, ხო? ეს უდიდესი რამეა. სამწუხაროა ის, რომ ჩვენს რეალობაში ჯერ ამ დონეზე ვერ მივედით, რომ არსებობდეს დომენი, სადაც ჩვენ აი ესე შევძლებთ, ასე ვთქვათ, ნავიგაციით ვიპოვოთ დოკუმენტები, ხო? ამ საქმისთვის არის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართულობა ამ პროექტში და ჩემი ინტერესი ამ პროექტით თავიდან ბოლომდე ამით არის განპირობებული, რომ ეს არის პრაქტიკულად დიდი მასალების ფაქტოლოგიური კრებული. ფაქტოლოგიის გარეშე ისტორია არ იწერება არც ერთ ქვეყანაში, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. რა კონკრეტულ ეპიზოდებზე შეიძლება მაგალითად ამ მასალებით საუბარი? სოხუმის
დაცემის ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგალითად ისეთი ეპიზოდი როგორც იყო სოხუმის დაცემა, ცხინვალის ომის ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანია და რატო? სანამ შემოვიდოდით, ვსაუბრობდით კიდევაც, რომ ცხინვალის ომზე დაწერილი მონოგრაფია არ არსებობს. აი რო შეხვიდეთ ახლა ამ წუთში საჯარო ბიბლიოთეკის საიტზე და დაძებნოთ ცხინვალის ომი. ყველაფერი, რასაც ამოგიგდებთ, იქნება 2008 წლის ომზე. მათ შორის შეიძლება ჩემი წიგნის ნახოთ. მაგრამ არა 1991-92 წლების ომზე. სამწუხაროდ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი შევისწავლოთ? ნუ პირველ რიგში ყველაზე ესეთი მარტივი და პრიმიტიული მიდგომა იქნება პრესის შესწავლა, იმიტომ რომ პრესაში ბევრი ქრონიკა, პრესიდან ბევრი ქრონიკა შეგვიძლია ასე ვთქვათ აღვადგინოთ, ბევრი მოვლენების ქრონიკა და შემდეგ უკვე საარქივო მასალები. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი რა არის? არ ვიცით საარქივო მასალები რამდენად არის ხელმისაწვდომი. ანუ წარმოიდგინეთ რა როგორი პარადოქსული სიტუაციაა. უცხოელი მკვლევარი თუ დაინტერესდება ამ საკითხით, აი ცხინვალის 91 წლის 91-12 წლების ომი, ხო? და ჩამოვა საქართველოში. მისი წინასწარმეტყველება არის ისეთი, რომ საქართველოშიც კი გაუჭირდება ქართულ კონფლიქტზე მასალების პოვნა. ეს სიტუაცია, ну ჩვენში, იცით მე როგორი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენში ეს გაჩვეულებრივებულია ეს ფენომენი, ხო? რომ ხო არა გვაქვს მასალები და რა მოხდა. ასე არ შეიძლება მიდგომა თანამედროვე მეცნიერული სტანდარტებით. ანუ მასალები არ გვაქვს. ეს არ არის პასუხი არც პოლიტიკურ განცხადებებზე და არც მეცნიერულ, ასე ვთქვათ, არგუმენტებზე, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ გეპის, აი ამ ესე იგი სიცარიელის შესავსება. რომ დაიდოს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფაქტოლოგიის რაღაცა დიდი ნუსხა კატალოგი, რომელიც პირველ რიგში ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ რაღაც გარკვეული ნარატივები ჩვენ თვითონ ავაგოთ. სამეცნიერო ნარატივები იქნება თუ შემდგომში პოლიტიკური ნარატივები. მოვლენა როგორც იყო სამშვიდობო ძალების განთავსების გადაწყვეტილებები 92 წლის 24 ივნისის სოჭის და მოსკოვის შეთანხმებების ტექსტები უპრობლემოდ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ ენაზე, რა თქმა უნდა, რუსულადაც, ქართულადაც არის თარგმანი და ამ შემთხვევაში ეს უფრო მარტივი ნაწილია, მაგრამ ნახეთ აქ რა არის საინტერესო. უშუალოდ შეხვედრის სტენოგრამები. ანუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრები? რა შემოთავაზებები გაჟღერდა შეხვედრებზე ისეთი, რაც ქაღალდზე არ ასახულა. ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მიგამ ახსენდა ვიეტნამის ომი და სხვა, ну, უამრავი მაგალითი შეგვიძლია ცივი ომიდან მოვიყვანოთ მაგალითად. ერთ ეპიზოდს გაგახსენებთ უბრალოდ. ცივი ომის, ანუ ნიქსონის ადმინისტრაცია ცივი ომის შესახებ, ვიეტნამის ომის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების კომისიური განხილვის სტენოგრამები არსებობს, ხო? ანუ შედიხარ დატაბეისში და ჩვეულებრივად ჟარგონულად სერჩავ ამ დოკუმენტებს და შენი საკვანძო ინტერესის სიტყვა რაც არის, იმის მიხედვით შეგიძლია ამოვაგდო სხვადასხვა სტენოგრამები შეხვედრებიდან. სრულიად გაკეთებადია ეს ქართულ რეალობაში. უბრალოდ ამას სჭირდება რა? ამას სჭირდება ორგანიზება პირველ რიგში და მეთოდური მუშაობა, რასაც ზუსტად ეს პროექტი ისახავს მისდან. საერთაშორისო ორგანიზაციების